გამარჯობა, თქვენ უყურებთ Microsoft Excel 2016-ის ვიდეო გაკვეთილს თემაზე თუ როგორ დავაკოპიროთ, ამოვჭრათ ან ჩავსვათ მონაცემები. მოვნიშნოთ რაღაც კონკრეტული უჯრები, მივცეთ ბრძანება copy, ან მონიშნის შედეგად დავაჭიროთ ან მარჯვენა რილაკს და copy-ს, ან დავაჭიროთ უბრალოდ კლავიატურაზე Ctrl+C-ს. შემდეგ გადავიდეთ სხვა ადგილას, მარჯვენა რილაკი და მივცეთ ბრძანება paste-ი. ან უბრალოდ მივცეთ Ctrl+V. ან თუნდაც ჩადავდიოდეთ სხვა შიტზე და მივცეთ Ctrl+V. ასევე გეტყვით, რომ თუ ეს უჯრები იქნება წინასწარ დაფორმატირებული სხვადასხვანაირად, შეგვიძლია დავაკოპიროთ, გადავიდეთ და ისევ მივცეთ Ctrl+V. უკვე ამ შემთხვევაში ერთი წამით, ბოდიში Ctrl+C, Ctrl+C და შემდეგ უკვე Ctrl+V. აი როგორც ხედავთ, უკვე დაკოპირდა ეს მონაცემები. ასევე აღსანიშნავია, რომ იგივე ბრძანების შესრულება შესაძლებელია მენიუდან, სადაც გვაქვს ბრძანება copy ან copy as a picture დააკოპიროთ როგორც სურათი. მაგალითად, მიეცით OK, შემდეგ დადექით სხვა ადგილას და მიეცით ბრძანება paste, ანუ ჩასმა და უკვე ჩაჯდება ის როგორც სურათი. ასევე გეტყვით, რომ მოწნიშნული ტექსტი შეიძლება ამოიჭრას, ანუ Ctrl+X-ი, ანუ მარჯვენა რილაკი და cut ბრძანება, ან მენიუში cut-ი. შემდეგ გადავიდეთ დავუშვათ გვერდით, მივცეთ ბრძანება paste და ხედავთ, რომ იქიდან ტექსტი ამოიჭრა და ჩაჯდა აქეთ ამ მხარეს. არსებობს კიდევ paste special, ანუ სპეციალური ჩასმა, რომელსაც ჩვენ სხვა ვიდეოებში განვიხილავთ. მადლობა ყურადღებისთვის.